დღეს რო ვთხოვოთ ბატონ ჯო ბაიდენს, რომ ამათ იგივე თხოვნა გამოუგზავნოს, თუ იცნობს, რა თქმა უნდა. ეს არ მოგეჩვენათ მაშინ, რომ ჩარევა იყო პირდაპირ შიდა საქმეებში? ნუ შიდაც ერეოდენ მეტი ჩარევა, ეხა CSKO-ს არჩევნები გამოცხადებული არ ქონდა და პრეზიდენტობა მოულო CSKA-ს პირდაპირ ერეოდენ. პირდაპირ, ოღონდ ამას დღევანდელი დღისგან განსხვავებით საჯაროდ არ აკეთებდნენ. რო ხდებოდნენ მაშინ, რო ხდებოდნენ პირდაპირ გეუნებოდა. პირდაპირ მე ამერიკის ელჩმა მითხრა, რომ თქვენო მარგინალები ხართო, იმიტომ რომ 7-8% გიჭერთ მხარს აგერ ამაქვსო სოციოლოგიებიო და ყველა სოციოლოგიას ეგენი ატარებდნენ და ყველა სოციოლოგიას აყალბებდნენ. ყველას მათ ჰქონდათ ჯერ კიდე შევარდნაძის დროიდან არჩევნების მართვის მე ერთ რაღაცას მოვყვები და მე ბევრი რამე არ ვიცი, მაგრამ ბევრი რომ არჩევნების მართვის, სათავისოდ არჩევნების მართვის და არჩევნებზე გამარჯვების დაფიქსირების რამოდენიმე ვარიანტი. მათ შორის ჩაყრის ურნებზე. მე როდესაც სააგაშვილის შტაბის უფროსი ვიყავი, ძალიან ბევრი შტაბის უფროსისგან გამიგია, რომ იქ ბევრი ბიულეტენი ჩაიყარა. ბევრი მაჟორიტარის სასარგებლოდ. შესაბამისად ეს მეთოდოლოგია ძალიან როგორ იწყება სოციოლოგიიდან exit poll-ი რაშვება და როგორ უნდა გაიფორმო ბავარია დასავლეთმა გაღიაროს და შენ გამარჯვებული ხარ და ბოდიში და ფეხებზე კიდიათ საქართველოს მოსახლეობის და აი ფეხებზე კიდიათ. მე წადი და იჩივლე და რაც გინდა ისქენი და მე შევალ კაბინეტში.